ილოცავთ აღდგომის პირველ დღესასწაულს ქრისტე აღსდგა მიულოცავ მთელი საქართველოს მოსახლეობას სწორედ აი ამ აღდგომის პრიზმიდან უნდა ვისაუბროთ განვითარებულ მოვლენებზე და ეს არა სიმძიმე პირიქით აღდგომის დღესასწაული ქრისტეს აღდგომის დღესასწაული ეს არის სიცოცხლის გამარჯვება სიკვდილზე თავისუფლების გამარჯვება მონოსპასა და ტყვეობაზე და თავისუფლების სინათლის გამარჯვება სიბნელეზე პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში აუს ესეთ რამეს რომ თქვენ ქრისტემ გაგათავისუფლათ და ნუ გადაემონებით ადამიანებს, ნუ გადაემონებით კაცთა. შესაბამისად ჩვენ სწორედ აი ეს თავისუფლება მოიტანა ქრისტიანულმა ცივილიზაციამ ჩვენს ქართულ კულტურაში, ევროპულ ცივილიზაციაში. სწორედ ეს არის ის პიროვნული თავისუფლება, რაც ქრისტიანობამ შემოიტანა, ადამიანის გათავისუფლება ყოველგვარი მონობისაგან, ეს იქნება სხვა ადამიანების მონობისაგან, რეჟიმის მონობისაგან, ვერცხლის მოყვარეობის მონობისაგან თუ სხვა, სწორედ აი ეს შემოიტანა და ამ თავისუფლებისთვის ვიბრძვით ჩვენ და ვიბრძოლეთ და სხვანაირად ჩვენ უფლებაც არ გვაქვს როგორც ქრისტიანებს და ქრისტიანული ცივილიზაციის წარმომადგენლებს რომ ვიცხოვრობთ მონობაში და შევწყვიტოთ თავისუფლებისთვის ბრძოლა. შესაბამისად ახლა დღეს გამოვლენ იქ დაყენებული სახეებით და მოგვილოცავენ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს არალეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლები და მე მინდა მივუწოდო პირდაპირ კამერაში უთხრა ყველას რა მათ შორის ბატონო ივანიშვილო, ბატონო მდინარაძე, ბატონო კობახიძე, პაპუაშვილო და სხვანო თქვენ გვეუბნებით რომ ხართ ქრისტიანები და რაღაცა ასე ვთქვათ გაშაბლონებული გაქვთ ქრისტიანობა სამწუხაროდ ხომ თქვენ რომ ქრისტიანები იყოთ ქრისტეს საქმეს გააკეთებდით ხო ჩვენ ნახეთ ხომ გულში ჩაიხედეთ კარგად იცით რა გააკეთეთ 26 ოქტომბერს ხო როგორ მოიპარეთ არჩევნები ეს არის ქრისტიანული საქმე თქვენ ხომ იცით რომ გააყალბეთ ეს ყველაფერი მე ვიყავი უშუალოდ მოწმე და თქვენ გამოხვალთ აქ და დაგვიწყებთ ქრისტიანობის ქადაგებას თქვენაირ ადამიანებს იცით რას ეუბნებოდა ქრისტე მათესი და ლუკას სახარება წაიკითხეთ რომელიც არ გაქვთ გადაშლილი და არ გაქვთ წაკითხული თქვენაირ ადამიანებს ეუბნება ქრისტე სწორედ რომ ვაი თქვენ და ფარისეველნო თვალთმაგცო რომლებიც კანონის მთელ სიმძიმეს ხალხზე ადებთ და თქვენ ერთი თითითაც არ გინდათ რომ აწიოთ თითის წვერით უბრალოდ ვაი თქვენ და ფარისეველნო და თვალთმაგცო რომლებიც ზიაღებულ სამარებს გავხართო და შიგნით ყოველგვარი უწმინდურებით სავსე ხართ აი სწორედ ასეთი ადამიანები ხართ თქვენ სამწუხაროდ და ადამიანები რომლებმაც გამოხვალ და ქრისტიანობას და ქრისტეს აღდგომას მოგვილოცავთ მაშინ როდესაც 18-19 წლის ახალგაზრდები ყავთ დაჭერილი ციხეებში ქალებსა და ბავშვებს არ უნდობთ ხოცავთ ჩემი მეგობრის შვილი ტატო ქელბაქიანის 17 წლის ბავშვი თვალწინ გვიცემეს მაშინ როდესაც ისე იდგა და არაფერს არ აკეთებდა ნიღბიანება და გამოხვალ და არ გვინდა თქვენი აღდგომა თქვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ თქვენ რომ ქრისტიანები იყოთ ქრისტეს საქმეს გააკეთებდით და ქრისტიანულს მაგრამ არ ხართ თქვენ ხართ ბნელეთის მსახურები და აი დღეს დღევანდელ სახარებაში წაკითხული იქნება ჟამის წირვაზე იოანეს სახარების პირველი თავი სადაც წერია ესეთი რამე რომ ნათელი ბნელსაში ნაანათებს და ბნელი ვერ ეწია მას და ბატონო ივანიშვილო და კობახიძე იცოდეთ რომ თქვენ ბნელეთის მხარეს ხართ და ბნელი იმ ნათელს ვერ დაეწევა რომელი ნათელიც დღეს ქართველი ადამიანების გულებშია ქართველი ადამიანების სულებშია და ასხივებს და იბრძვის თავისუფლებისათვის უკვე რომელიღაცა დღეა არ ვიცი რუსთაველზე და ვიქნებით კიდევ იმაზე მეტი ვიდრე არ დავამარცხებთ თქვენ სიბნელეს თქვენს ფლიდობას თქვენს ფარისევლობას რომლებიც ახვევთ კერძთაყვანისმლობას და არა ქრისტიანობას დღეს ადამიანებს თქვენი პოსტივით თქვენი იმედის პროპაგანდით და ატყუებთ და სიყალბეში ყავთ ნაცხოვრები ადამიანები ხო აი ეს არის ქრისტეს აღდგომა არის პირველ რიგში ქრისტე სახარებას თუ წავიკითხავთ ხომ აი ასეთ ადამიანებს რომლებიც სხვა ადამიანებს ამონებდნენ რელიგიური თუ საერო მარწუხებით აი ასეთი ადამიანების წინააღმდეგ ილაშქრებდა ხო აი ასეთი ადამიანები გამოყარა კეტით სხვათა შორის ტაძრიდან და სწორედ ასეთ ადამიანებს ეუბნებოდა იქედნეთა ნაშობნო იქედნე მე ვიტყვი ძველ ქართულად ეს არის ერთ-ერთი შხამიანი გველის სახეობა სწორედ ასე ეუბნებოდა ქრისტე და დღეს კიდევ ერთხელ გილოცავთ მეგობრებო თანამებრძოლნო თანამოქალაქენო ქრისტეს აღდგომას და ის რომ ნათელი ბნელსაში ნაანათებს რომ სიცოცხლე სიკვდილზე იმარჯვებს და რომ თავისუფლება მონობასა და ტყვეობაზე იმარჯვებს ამისი ყველაზე ნათელი მაგალითია სწორედ ქრისტეს აღდგომა რომელსაც ქრისტიანული ცივილიზაცია უკვე 2000 წელია დღესასწაულობს და განსაკუთრებით მიულოცავ ქრისტეს აღდგომას რეჟიმის ტყვეებს
მეგობრებო, გოგოებო და ბიჭებო, ყველას გილოცავთ რავალს დაესწარით რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრებს და ქრისტეს აღდგომის იმედმა გაგინათლოთ თქვენ გულები, რომლებსაც გაქვთ კიდევ უფრო მეტად განათებული და ძალიან მალე შევხვდებით თავისუფლებაზე. დიდი მადლობა უკაცრავად ასეთი ემოციური გამოსვლისთვის, მაგრამ ესაა სწორედ ქრისტეს აღდგომა და არანაირი ფლიდობა და რაღაცა ენის მოჩლექვა არალეგიტიმურ თავრობასთან. კი ბატონო, მადლობა, დაგიბრუნდებით აუცილებლად. მინდა რომ ეხლა რუსთაველის გამზირზე გადავინაცვლოთ კვლავ მარიამ მაკასარაშვილი უნდა